აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. დღეს ვსაუბრობთ კანონზე. ძალიან მარტივი და გასაგები ენით, რადგან ჩვენ გვინდა რომ კანონი და ადამიანები ერთმანეთს დავამეგობროთ. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ამირან მოსულიშვილი, სამართლის დოქტორი, რამოდენიმე წიგნის და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მოგესალმებით და მადლობა რომ დღეს ხართ ჩემი სტუმარი. მადლობა. გესალმებით. სანამ დღევანდელ ძალიან საინტერესო თემაზე გადავალთ, მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს და სპონსორებს. ჩვენს პოდკასტს იღებს პროფესიონალთა გუნდი It's Production-ი, ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio, ჩვენი მხარდამჭერია სათამაშოების მაღაზია და ქსელი ჭიტა და ჩვენი სპონსორები არიან ფსიქოლოგოსი და კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. დღეს უნდა ვისაუბროთ დანაშაულზე და უდანაშაულობაზე და ვისაუბროთ ასევე დანაშაულის რომანტიზირებაზე და სად გადის ზღვარი ჩვენს უმეცრებასა და კანონს შორის, რადგან ძალიან ხშირად ადამიანებმა არც კი იციან, რომ შეიძლება დანაშაულს ჩადიოდნენ. ძალიან სასიამოვნოა თქვენ ესეთი მოცემულობით ერთობით და აწევთ საშუალებას საზოგადოებას რომ მარტივი გასაგები გაიგოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას ჭირდება ინფორმაციისთვის, ინფორმირებლებისთვის და მე შევეცდები ასევე თქვენს მიმართებით ეს ინფორმაცია, რომელიც სამართლებრივ საკითხებს შეეხება, ძალიან მარტივად გავმარტო, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე ისე რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის ის რთული გარემოებანი, რომელიც შეიძლება ჩვენს პრაქტიკულ რეალობაში არსებობს. თქვენ ახლა ახსენეთ დანაშაულის რომანტიზება, სამწუხაროდ ეს პრობლემა გვაქვს 19-ე მოცემულობაში. ჩვენ მაინც ვართ 90-იანი წლების გარკვეული დანაშაულებრივი სუბკულტურის ზეგავლენის ქვეშ დღესაც. ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ საზოგადოებაში ეხლაც არის დამკვიდრებული გარკვეული სტერეოტიპული საკითხები, გარკვეული ქცევის არაოფიციალური წესები, რომელიც დანაშაულებრივ სამყაროს ერთგვარი წესები იყო და ეხლაც ხორციელდება ეს საკითხები. ამიტომაც გვაქვს გარკვეული სირთულეები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეები ვერაფერს ცნობიერებენ თავის პასუხისმგებლობას, თავის საზოგადოებრივ რეალობაში თავის ადგილს, ასევე თავის გარკვეულ უფლებებს და რის გამოც მე ხდება გარკვეული პრობლემები. კერძოდ მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ახდენენ ქმედებას, რომელიც არც კი იცავს დანაშაულს, მოიცავს თავის თავში და მე უბრალოდ დგებიან ფაქტის წინაშე, რომ მათ პასუხისმგებლობის საკითხი ვრცელდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა თქვენ რო საუბრობდით, მე მგონი 90-იანებზე საუბრობდით თქვენ და კიდევ უფრო ადრე მოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, ეგრეთ წოდებული კომუნისტების დროთ რომ შევრაცხოთ ის ხანა და მუშაობა სადღაც ქარხანაში თუ საწარმოში და იქიდან რაღაცის მოპარვა საერთოდ არ იცვლებოდა დანაშაულად. ანუ ჩვეულებრივად ყველა საუბრობდა, რომ ჩვენ რაღაცას ვიპარავდით და ნახეთ რომ ვაკვირდები დღემდე საზოგადოებაში რაღაცა ავიღე, რა მოხდა ჩემი არ იყო და სახელმწიფოსია თუ სამსახურის არის წამოვიღე, რაღაცა განსაკუთრებულ დანაშაულად არ ითვლება. ეს თითქოს ჩვეულებრივია, რა მოხდა? ყველა იპარავდა და ისიც იპარავდა. გეთანხმებით. ამის გაგრძელება ასევე შეიძლება იყოს ის, მაგალითად ფიზიკური გარკვეული შეხება ადამიანს, მაგალითად იგივე მისი შეურაცხყოფა, მაგალითად ეთვარი პასუხისმგებლობის გამო ესე მისი გალახვა თუ სხვა მოცემულობაც კი არსებობს ძალიან ხშირად, რომ აი რა მოხდა, მას უბრალოდ ხელი გავარტყი, რაღაც ჭკუა ვასწავლი, მაგრამ ეს ქმედება შეიძლება დაუწერელი წესების საფუძველზე მარტივი მოცემულობა იყოს საზოგადოებაში, მაგრამ სამართლებრივად ეს რთული გარემოებაა, ეს არის ქმედება, რომელიც უკვე დასჯადია და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ მარტივ სიტუაციებში ბრჭყალებში ადამიანზე შევა პასუხისმგებლობა გავრცელდეს და მე უკვე იმის თქმა რომ მე ეს არ ვიცოდი და ეს საკითხი არ გამიგია, არავის არ უთქვია და არ წამეკითხია, სამწუხაროდ არ არის გამოსავალი. და ეს არის ასევე პრობლემა. ჩვენს რეალობაში მაგალითად იგივე საჯილახსოვრ დაწესებულებებში, იგივე ციხეებში მაგალითად არიან გარკვეული პირთა ჯგუფი, რომლებიც დანაშაულის განმახორციელებელი არიან, მაგალითად გაუფრთხილებელი დანაშაულის, მაგრამ იმ მომენტში საერთოდ არც კი თვითცნობიერებით ის რომ თურმე ეს ქმედება არ შეიძლება, დასჯადია, იჯება და დანაშაულად მოიაზრება და მე როცა უკვე ფაქტის წინაშე დაბნარა ადამიანი უთხრია რომ აი მე რო ეს მწოდნო და მე ამას ხო აღარ გავაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს გათვალისწინება არ გამოდის და ეს რეგულაციების თომ კაცრია ამ ხრივ. სხვათა შორის, როდესაც საჯელახსრულების დაწესებულებაში ქალბატონებთან ვატარებდი ტრენინგს, საოცარი ქალბატონები გავიცანი მაშინ და რაღაც სურვილი მქონდა დამეწერა წიგნი ვარდისფერი ბაირაღები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე იქ და ძალიან ბევრი მხრიდან შევხედე ამ ყველაფერს, მაგრამ მთავარი რამაც გადამაწყვეტინა ჩვენი დღევანდელი გადაცემის გაკეთება, ეს
არის ის, რომ ადამიანები მართალიც თქვენ ვერ იაზრებენ ქმედების უკან რა დგას. ქალბატონები, რომლებიც ესწრებოდნენ მაშინ ტრენინგებს, მათი ნახევარზე მეტი სასჯელს იხდიდა იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ვერ გაიაზრეს, რას აკეთებდნენ. დაეხმარენ მეგობარს, დაეხმარენ ახლობელს, ვიღაცამ გზავს დაეხმარენ, რომელმაც თხოვა, რომ სადღაც რომელიღაცა ქვეყნიდან თუ შეიძლება, რომ დედაჩემთან ჩანთან გაგატანო. მათ ეგონათ, რომ ისინი აკეთებდნენ კარგ საქმეს და ამ დროს აღმოჩნდნენ გისოზებს მიღმა. ჩვენი პოდკასტის მაყურებლები არიან მშობლები. მშობლები, რომლებიც პირველ რიგში თავად უნდა იყვნენ ინფორმირებულები და ფხიზლად კანონთან მიმართებაში და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ შვილებს, მაგრამ თვითონ მშობლებსაც არ აქვთ გარკვეულწილად ინფორმაცია და ეს მაინტერესებს, ეს ასე ხდება ძირითადად, რომ ლამის ნახევარზე მეტი მჟავრდებულების დანაშაულს ჩადის ისე, რომ გააზრებულიც არ აქვს თუ მე შევხვდი ასეთ ჯგუფს. როცა არის საუბარი დანაშაულზე, გაუგრძელებელ დანაშაულზე, რომელიც პრაქტიკაში ხდება, სამწუხაროდ მათი ნაწილი მართლაც ესე ხორციელდება, რომ მოქალაქე მარიცის, რომ თავისი რაღაც ეთვარი დახმარება თუ პოზიტიური ქმედება სხვის მიმართებაში დანაშაულს შეიცავს თავის თავში, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც საერთაშორისო რეალობაში ყველგან არსებობს და არის, ამიტომ მოქალაქეებს გარკვეული წინდახედულობის საკითხი ჭირდებათ, რომ გამოიჩინონ. მაგალითად, აი ალბათ ჩვენ ქართულობაში არსებული ერთგვარი არაოფიციალური იურიდიული საკითხების მიმართებაში არსებული კულტურა. ადამიანს რაღაც პრობლემა შეექმნა, დაუშვათ რაღაც დაჭირდა, რაღაც საკითხის განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება, რაღაცის რეგისტრაცია, რაღაცის ლოგისტიკა. იძახის კი ბატონო, გასაგებია იურის მიმართავ, მე ამ ყველაფერში გავერკვევი და ამას გამახორციელებ. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა იმის გამო რომ ელემენტარული ინფორმაცია წინდახედულობის მიმართებით ასევე ადამიანის კანონმდებლობის შინაარსთან არ გააჩნია, იგი ხვდება რა გარკვეულ სიტუაციას, მაგალითად, აი ადამიანი დანაშაული შეესწრო ქუჩაში. დაინახა, რომ მის წინაშე დანაშაული განხორციელდა. ის შეშინდა და უშტიქნა გაიქცა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ დანაშაული განახორციელეს, აი დანაშაული შეუწყობინებლობა. მას უკვე გარკვეული ვალდებულება წარმოეშვება, რომ ასეთ სიტუაციაში არსებობის შემთხვევაში მას ვალდებულება აქვს ეს ინფორმაცია გააცნოს სახელმწიფო სამსახურებს. და ამიტომ თუ ის ამას არ ახორციელებს, შეიძლება ამაზე ინფორმაცია არც კი გააჩნია, მაგრამ ეს საკითხი მას არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამიტომ აი ესეთი მარტივი ელემენტარული საკითხები, რომელიც უნდა ვიცოდეთ ყველამ როგორც მოქალაქეებმა და არა მარტო იურისტებმა ამ შემთხვევაში, არის აუცილებელი, იმიტომ რომ ეს მარტივი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი ძალიან მარტივად მოგეჩვენოს, გარკვეულ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხა თქვენ ახსენეთ ასე, მაგალითად, აი დავუშვათ რაღაცის წაღება, ვიღაცამ რაღაცა გაატანა, რაღაცა წაღებინა, დავუშვათ რაღაცა ავტომობილის გამოყენებით ფეხით სიარულის დროს თუ ეს მსგავსი ბევრი მაგალითი არსებობს. აქაც დავუშვათ თუ ადამიანმა გამოიყენა ჩვენი კეთილგანწყობა და ჩვენ დავუშვათ რაღაც დანაშაული რუნით გაგვატანა და ასეთ სიტუაციაში მაგალითად ჩვენ მე შემდგომში აღმოჩნდით კონტროლის ქვეშ და გამოგვივლინდა მაგალითად ნარკოტიკული საშუალება დავუშვათ, უკვე იმის თქმა რომ მე ეს არ ვიცოდი, მე ვიღაცამ ეს ყველაფერი გადმომცა, იქ უნდა წამეღო, ზოგიერთ შემთხვევაში გამოსავალი უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ვერ მტკიცდება რომ ჩვენც არ ვიცოდით. იმიტომ რომ ეს თემატიკა ესე იგი რომ სკლიერ ჩავხსნა და კანონში მსგავსი რაღაც არ ვარეწევს მაშინების მე ნარკოტიკების გამსაღებელს შეგვიძლია თქვა რომ ის ჩემი არ არის, მე არ ვიცოდი რომ ცოტა ესე არ მოვიქცეოდი, ამიტომ გარკვეული ვალდებულებები და გარკვეული ინფორმაციის თავისებურებანი საზოგადოებაში უნდა არსებობდეს, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და კიდევ აქვე გეტყვით რომ პრობლემა ასევე ნახეთ ესეთი თავისებურება ამ მხრივ რომ მოქალაქეები როგორ იღებენ ინფორმაციას გარკვეულ რეგულაციებს, რომელიც მათ ჭირდებათ. ჩვენს რეალობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმის გამო რომ ყოველდღიურ ყოფით რეალობაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ძალიან ბევრი საქმიანობა, ქაოსია, რაღაც საკითხებია, ვერც ეცნობენ ამ ინფორმაციას, ამას ვერც კითხულობენ, ამას გარკვეული დოჭირდება, ასე გარკვეული ყურადღება ჭირდება, ამიტომ ინფორმაციული ვაკუუმია ამ შემთხვევაში, ის რაც მოქალაქემ უნდა გაიგოს სახელმწიფოს გადმოცემული ინფორმაცია, ამას ვერ იცნობა, ამის პრობლემა გვაქვს სახეზე და ამის გამო ასევე შეცდომები ძალიან ბევრია. და დგება ასევე საკითხით, მაშინ თუ ეს საკითხი პრობლემურია, როგორ შეიძლება მოქალაქემ ეს ინფორმაცია მიიღოს? კი, სად შეიძლება მოქალაქემ ამოიკითხოს თავისთვის გასაგებ ენაზე, მშობელმა, მაგალითად, გარკვეული კანონები, ელემენტარული, ის რაც ყოველდღიურობაში ხდება, აი რაც თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ მოხდა დანაშაული და ძალიან ხშირად დანაშაული როცა ხდება, არის ხოლმე ესეთი ყველა გარბის, იმიტომ რომ ეხა წამიყვანენ, დამკითხავენ და არავის არ აქვს დრო. ხვდებით, ანუ სხვა კუთხიდან ჯერ მორალური კუთხე
კუთხითაც არ ხდება ამის დანახვა, იქნებ ადამიანს შენი მხარდაჭერა როგორ ჭირდება. ხო? და აი ეს თუნდაც დანაშაულის დაფარვა, რაც შეიძლება მეგონოს რომ ვიღაცას ვიხმარები ჩემს მეგობარს და ამ დროს ეს შეიძლება იყოს სულაც მკვლელობის დაფარვა. და ამის გამო შეიძლება გისურვებს მიღმა აღმოჩნდე. აი სად უნდა ამოიკითხოს ეს ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა. სამ გიპასუხებთ ამ კითხვაზე თუ სად შეიძლება ადამიანი გაიცნოს ინფორმაციას, რომელიც მას ჭირდება, რომელიც არის აუცილებელი როგორც მინიმალური ერთგვარი ბაზა. აი თქვენ ახლა სწორად ახსენეთ ერთგვარი თავისებურება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იგივე სამართლებრივ რეალობაში. მორალური საკითხი. ეს არის თქვენ ახლა ჯაჭვური რეაქცია. მოქალაქე დანაშაულს შეესწრო, დანაშაულის შედეგად მან ამაზე არაფერი რეაგირება არ მოახდინა, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებას არ გადასცა, რის გამოც დაუშვათ დანაშაულემ მიმალასცა და მიიმალა კიდევაც და ერთგვარ დანაშაული ეს გაუხსნელი დარჩა. აქ არის ორი საფრთხე. ერთი რომ დანაშაულ ჩადაპირონებას უშტება ერთგვარი ესეთი განცდა, რომ მის დანაშაულზე არავინ ხმას არ იღებს და მას ასევე უვითარდება ეს мотиваცია, რომ დანაშაული თავიდან ჩაიდინოს და თუ გაძლიერდეს ამ საკითხში და მეორე დაზარალებულის გადმოსახედიდან ძალიან რთული ამის გააზრება, რომ სამაგათად შენ იცი, რომ შენს დანაშაულს, შენს მართვაში არსებულ დანაშაულს ვიღაც შეესწრო. შენ დახმარება მარტივად შეეძლო, მაგრამ ეს არ განახორციელა. ეს უკვე იწვევს ერთგვარ აგრესიას საზოგადოებაში და დაპირისპირებას ეს. და მე ეს ასევე პრობლემას აჩენსაც ყოფილი პრაქტიკულ რეალობაში, რომ მე თუ საზოგადოება ესე მიგეცევა, მაშინ მე ატომ მოგეცემა მას ესე კარგად და მარტივად, იმიტომ რომ მე როცა მჭირდებოდა დახმარება, არავინ არაფერი ყურება არ გამეჩინა. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ეხლა რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რა გვჭირდება ჩვენ როგორც მოქალაქეებს, ის მინიმალური ინფორმაციის ერთგვარი ნაზავი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება მაშინ, რომ ძალიან მარტივად ელემენტარულ მოცემულობებში შესაბამები არ დაუშვათ. სამართლებრივი რეგულაციები ბევრია, ძალიან დიდი სივრცეა ამ სამართლებრივი რეგულაციების, მაგრამ თუნდაც საერთოდ იგივე თქვენი გადაცემა ამ შემთხვევაში ძალიან კაი ფორმატი იმისი, სოციალურ სივრცეში ჩართული საზოგადოება გაეცოს იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც მათ შეძლებენ, იმიტომ რომ ამის საკითხო მარტივი არ არის. ეს არის ბევრი რეგულაცია, ათასობით კანონმდებლობის თავისებურებანი, რომელიც არსებობს და ამის ფლიანთ გაცნობა და საკითხვა ძალიან რთულია და ასევე იმის გაშიფრვა რა არის აუცილებელი და რა შეიძლება იყოს მეორე ხარისხოვანი. ამიტომ ყველაზე ეფექტური გზა შეიძლება მარტივად დაუთმოთ გარკვეული ჩვენ დრო და გარკვეულ საკითხებზე ინფორმაცია მივიღოთ კონსულტაციის სახით იურისტებისგან, რომლებიც ძალიან მოკლე პერიოდში გაგვაკვირვენ თუ ეს რა არის აუცილებელი და მივიღებთ ამ ინფორმაციას უკვე კომბინირებული ფორმით და უკვე გაფილტროს ისე რომ გასაგები იყოს ამ ყველაფრის შინაარსი და მოცემულობა. ამილან თქვენ წიგნი, რომელიც თქვენ ეხლახანს უნდა გამოსცეთ, ამ წიგნში არის მარტივიანით მსგავსი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი? დიახ, ეს არის დანაშაულის შესახებ ასებული, ესე იგი, საკითხები, დანაშაულის აღწერა ამ წიგნში მოცემული და რაც მთავარია, მე დავაკვირდი, რომ პრაქტიკულ რეალობაში გაცილებით ეფექტურია, როცა საზოგადოებას ესაუბრები მარტივი გასაგებიანი ყოველგვარი ტერმინოლოგიის და ყოველგვარი იურიდიული რთული საუბრის გარეშე, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის საზოგადო, საჯარო და ეს ვრცელდება ყველაზე. ამიტომაც სასურველია, რომ თანამედროვე მოცემულობაში დაუშვათ იგივე გარკვეული სახელმძღვანელოებით თუ ასევე წიგნებით თუ მონოგრაფები გამოიცეს მარტივიანით, მე ამ შემთხვევაში ესე უკვე და მეც ასე მუშაობ ყოველ პერიოდში, რომ საზოგადოების ყველა წევრს შეეძლოს რთულ საკითხებზე მარტივი ინფორმაციის მიღება. ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება გამოწვევა და მართალია დიდხანს მოვუდი ასეთ სახელმძღვანელო და ასეთ წიგნებზე მუშაობას, მაგრამ საჭიროა ეს რომ საზოგადოებამ რთული ინფორმაცია მარტივად გაიგოს და ამას ეთქობა ასევე ჩემს ერთ-ერთ ბოლო სახელმძღვანელოში ყურადღება რომ ყველასთვის გასაგები იყოს ეს ინფორმაცია. ხომ არ არის რაიმე მაგალითად თუნდაც პოდკასტი ან რუბრიკა, ვიდეო, აუდიო, სადაც ადამიანები ამას მოისმენენ? ხომ არ ფლობთ თქვენ ინფორმაციას? იმიტომ რომ ძალიან მარტივია ჩვენ საუკუნეში ვიდეოს ან თუნდაც აუდიოს მეშვეობით ინფორმაციის მიღება, მაშინ როცა შენ რაღაცა გზავრობ, რაღაცა საქმეს ახორციელებ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნებოდა და საგამონათლებლო. დიახ, ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. კი არიან პირთა ჯგუფები, ვინც ამას ახორციელებს ამ ინფორმაციას, აცნობს საზოგადოებას, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება, რომ ეს უფრო მასშტაბური იყოს, რადგან მაინც ხვდებით გარკვეულ სირთულეებს, როცა მოქალაქეები, საზოგადოების წევრები გარკვეულ ინფორმაციას მაინც ვერ ფლობენ, იმიტომ რომ ამის უბრალოდ ფიზიკური დროც არ გააჩნიათ. ამიტომ მათომაც არა შეიძლება ესეთი ინფორმაციის იგივე სოციალურ სივრცეში გავრცელებას დამატებით მეც დიდი სიამოვნებით გავს მოცემულობას გამახორციელებ, იმიტომ რომ ეს არის ის რაც საზოგადოებას სჭირდება და ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი, ჩვენ ვართ ურთიერთდამოკიდებული პირთა ჯგუფი, პირთა წრე, სოციუმი, რომელიც ერთმანეთის მიმართებაში გარკვეულ ვალდებულებების მქონდა უფლებების მქონე, ამიტომ ნებისმიერ სირთულის გადალახვა შეიძლება ძალიან მარტივად თუ ეს იქნება ერთიანი საზოგადოებრივი ნება.
ძალიან კარგი. მე მაქვს ესეთი კითხვა, თუ არსებობს სტატისტიკა, აი ტოპ ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაული არასრულ წონებში, რომ გავაცნოთ საზოგადოებას, რადგან ამის უკან ისევ შეიძლება იდგეს ის, რომ მათ არ იციან, რომ ეს არის დანაშაული. ანუ მე ყოველთვის ვიტოვებ ხოლმე იმედს, რომ უმრავლესობა ადამიანების, როცა ჩადის დანაშაულს, მან არ იცის, რომ ეს არის დანაშაული და თუ შეგვიძლია რომ გავაცნოთ საზოგადოებას და ჩამოვთვალოთ ეს დანაშაულებები. მე გეტყვით მარტივად, როცა არასოწყობებზე არის საუბარი და მათ დანაშაულის განხორციელებაზე, ეს იქნება განზრახ დანაშაული თუ გაუხსნელი დანაშაული, ჯამურად მაინც ჩანს ერთი მთავარი საკითხი, ეს არის დანაშაული ქურდობა. ქონების მისაკუთრების სურვილი. ამას ბევრი მიზეზი გააჩნია, შეიძლება ეს იყოს არა მარტო უბრალოდ სურვილი დაუშვათ ადამიანმა რაღაც ნივთი მიიღოს და ქონდეს აფლობდეს, არამედ ის რომ ის შეიძლება იყოს გარკვეული ასევე თქვა სოციუმის წნეხის ქვეშ და იმიდან იქნება გამომდინარე რომ არ შეუძლია ძალიან მარტივად მისთვის საჭირო დაუშვათ საკუთრების მიღება იგივე მშობლებისგან ან სხვა პირებისგან, შეიძლება გაუშვეს გარკვეული იმის სურვილი რომ მოახდინოს რა ეს ნივთი რომელიც მას ჭირდება და დამკვიდრებისთვის ან ასევე რაღაც გარკვეული ელიზებისთვის მოიპოვოს პრობლემური ხერხით ამ შემთხვევაში ქურდობით. ამის უკან თქვენ ფიქრობთ რომ უმეტესწილად დგას რომ მოზარდს არ აქვს რესურსი იქონიოს ნივთი რომელიც ჭირდება? იცით რა არის? ჩვენ თუ ეხლა ავიღებთ მოზარდის მოთხოვნებს და ეს ასევე ეს ინფორმაციაც ბევრი კვლევა არსებობს. მოზარდს მაგალითად იგივე ნივთების მხრივ ძალიან ძვირადღირებული და ძალიან ფასიანი ნივთები მაინც და მაინც არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ სოციუმში, სადაც შეიძლება ადამიანი დაიჭაგროს იმის გამო, რომ დაუშვათ ესე იგი სხვის ფონზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ჩანს გარკვეული ნივთებით და ამიტომ შეიძლება მას უშუალოდ ამ ნივთის აუცილებლობა რომ გქონდეს რაღაც ძვირადღირებულის არა აქვს, მაგრამ იმის გამო რომ ესე იგი ამან დაიმკვიდროს თავი ამ სოციუმში და ასევე თქვათ არ დაიჭაგროს სხვების გარკვეული ზემოქმედებისგან, შეიძლება ამ განაპირობას და ეს ხდება ასევე ეს სიტუაციები რეალობაში რომ განაპირობას ის რომ მან ეს ნივთი რაც მაგათ ვერ მოიპოვა მისმა ოჯახმა თვითონ ესე იგი თავის შემოსავლებით მოიპოვოს დანაშაულების გზით ეს პრობლემა გვაქვს. ეს კი რა საინტერესოა, ყველაფრის უკან მაინც დგას ადამიანური ფაქტორი და პიროვნული ზრდა. იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ შესაძლებელია სწორედ ეს ჩაგვრა მოხდეს ადამიანის იმის გამო, რომ ნივთი არ აქვს და მისი თვითშეფასება იმდენად დაბალი იყოს, რომ მან განახორციელოს დანაშაული. ამიტომ ახლა მე როგორც ფსიქოლოგსაც მეუბნებიან, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ არა უშავს. ამის გამო არავინ არ მოკვდება, ასე ვთქვათ, ჭყალებში და მთავარია, რომ ბავშვმა ჯერ ინგლისური ისწავლოს. ხო, ანუ უდიდესი ძვრები და უსერიოზულეს შედეგები შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც დაბალმა თვითშეფასება. კი, და ასევე გავთვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში გარკვეული ნაწილი არასოწყნობის არიან პრობლემური ოჯახებიდან, კერძოდ ეს არის გარკვეული დაპირისპირება ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები, ყურადღების დეფიციტი და სხვა ასევე გარკვეული სოციალური მოვლენები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმებს მდგომარეობას არასოწყნობას და კიდევ უფრო მარტივია მის მიერ დანაშაულის განხორციელების რისკი. სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, რომ მოზარდები ისეთი ოჯახებიდან, სადაც ასე გამოხატულად არ არის რაღაც რამე პრობლემური საკითხები და დაპირისპირება, არამედ მიღებულია უფრო ესეთი პერფექციონიზმი და წესრიგი, სადაც ერთი შეხედვით მოზარდები ხმასაც ვერ აუწევენ, ვერ შეეწინააღმდეგებიან თავიანთ მშობლებს და რაღაც ოქროს ბავშვებივით მოჩანან შორიდან. ძალიან ხშირია, რომ ისინი აგრესიას იჩენენ ხოლმე საზოგადოებაში. და მე მგონია, რომ მშობლებმა ხშირად არ იციან, რომ ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რა არის და ის, რასაც მიიჩნევენ აღზრდის ნაწილად, ხშირად სწორედ ემოციური ზეწოლა, რომელიც იწვევს აგრესიას და მე ეს აგრესია სადღაც უნდა ამოიფრქვეს. რა ფიქრობთ ამ თემაზე? მე გეტყვით პრაქტიკულ რეალობაში არსებულ თავისებურებას. ხშირ შემთხვევებში, როცა სწორედ დანაშაული ხორციელდება, მშობლებს უთქვიათ, რომ მართლა მე არ ვიცოდი ჩემი შვილი ესეთ ქცევაში არც მინახია, არც შემიმჩნევია. რატომ? იმიტომ რომ ერთგვარად მარტივი საკითხი იქნება ერთი სხვა მეორეს ძალიან რთული კომუნიკაცია მშობლებს და შვილებს შორის, როცა არის ესეთგვარი არამეგობრული ურთიერთობა, არ არის ნდობა და ასევე ურთიერთ ინფორმაციის გასვლა შეიძლება იყოს ესეთი პრობლემები და ხდება ამას ასევე ერთხელ ხდება პრაქტიკულ რეალობაში, რომ შვილების ერთგვარი პოზიტიური ქცევა შეიძლება ეს მშობლებს გქონიათ, მაგრამ როცა მათ თვალთ მიღმა ეს ყველაფერი ხორციელდება, უკვე ძალიან რთული გარემოება სახეზე და უკვე შვილი აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობაში იქცევა, იმიტომ რომ
მშობლისგან ეთქვათ რაღაც ინფორმაციების მალავს, რაღაც ინფორმაციების გაშუქების და გაზიარების შიში უჩნდება, გარკვეული დასჯის ასევე შიში უჩნდება და ეს საკითხები შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშლის ხალხს ურთიერთობას და ასთავარი ამ დროს მშობელს ასევე უმცირდება ის უნარები, რომ მოახდინოს შვილთან სწორი კომუნიკაცია და კონკრეტულ სიტუაციებში მას სწორი ინფორმაცია გაუზიაროს და ეხმაროს და ადაპტიროს მარტო ამ გამოწვევებთან. ამიტომ მსგავსი კომუნიკაციის სირთულეები და პრობლემები დანაშაულთა მიმართებაშიც ხშირად ყოფილა, როცა მსგავსი რაღაც მოხდა პრაქტიკულად რეალობაში. არის კიდევ ძალიან საინტერესო საკითხი ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც ტრადიცია ეწინააღმდეგება კანონს. ან გარკვეული ქცევის მოდელი, რომელიც ითვლება სამაგალითოდ, რომელიც შეიძლება ითვლებოდეს ვაჟკაცობად, გვერდზე დგომად და ეს უპირისპირდება კანონს. და ყოველთვის მიჩნდება ხოლმე კითხვა, რომ ადამიანი, რომელიც ამას ჩადის, თუ იცის მან რითი რისკავს. იმიტომ რომ, როდესაც მე ვიღაცას ვაფარებ ხელს და ვიცი, რომ მე ამას ვაკეთებ, იმის ხარჯზე, რომ შეიძლება ხვალ აღმოჩნდა გისოცებს მიღმა, მე ეს გააზრებული მაქვს. ზოგ შემთხვევაში ეს გააზრება არ არის. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან. დაუწერელი ქცევის წესების და სამართლებრივი რეგულაციების ურთიერთწინააღმდეგობის აი მაგალითი. ავიღოთ ყოფითი რეალობა, მოქალაქე, რომელიც რაღაც ქუჩაში ყოფნის ეინობს და მას ვიღაცა მეყინა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანუ ამ დროს საბჭოთა ადამიანმა ეს თავის ღირსება დაიცვა, შეიძლება ადამიანმა გარკვეული ფიზიკური აგრესიაც გამოხატოს, პირის შეურაცხყოფის მიყენება პირის ფიზიკური ზიანიც მიაყენოს, დაუწერელი წესების საფუძველზე მან თავის პატივი და ღირსება შეინარჩუნა, ადამიანს გაუსწორდა და ასე ვთქვათ ჭკუასაბა. სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე მან დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ შენ ფიზიკურად არავინ არ ძალადობს, შენ ფიზიკური ძალის გამოყენების უფლებამოსილება არ გაგაჩნია. ამიტომ ეს ურთიერთწინააღმდეგობა შემთხვევაში არსებობს. აი მაგალითად იგივე სხვა ტრადიციული ელემენტებიც რო ახსენოთ, საბედნიეროდ ეხლა შემცირებულია უკვე ეს ტრადიცია, აი მოტაცების ტრადიცია ამ შემთხვევაში გოგონასი, როცა მეგობრები ეხმარებიან ერთმანეთს, აი მოდი ეხა ეს ყველაფერი გამახორციელოთ, საბედნიეროდ ეს საკითხები ნელ-ნელა მცირდება და უკვე ისეთი მასშტაბით აღარ არის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი რა, შენ შეიძლება დაუწერელი ქცევის წესების საფუძველზე პოზიტიურად იქცევი, მაგრამ სამართლებრივში დანაშაულს ახორციელებ, ასევე დანაშაულის ჩადენაში, როგორც დამხმარე ისე ეხმარები ამ პიროვნებას და საკმაოდ ასევე პასუხისმგებლობაში არსიც დიდია ამ დანაშაულის განხორციელების გამო და ყოფილა შემთხვევები, რომ აი თქვენს მენახსენებენ წევანდელი თემატიკა იგივე არასრულწლოვანებს ასევე სრულწლოვან პირებსაც კი ხშირად მსგავსი რაღაც ჩაუდენიათ და მე მათ როცა პასუხისმგებლობა დაეკისრათ უკვირთ, მაგრამ რატო ეს ხო ტრადიცია, ეს ხო ჩვენი კულტურის ნაწილია რა, ამაში რთული, მაგრამ რთულია და პრობლემური, იმიტომ რომ შენ ადამიანს თავისუფლება აუკვეთა, მასზე ძალადობა განახორციელი, რაც მიუღებელია. ამიტომ ეს მაგალითები ძალიან ხშირია, როცა ჩვენ საზოგადოებაში არსებული დაუწერელი ქცევის წესები გვაქვს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლებრივ რეგულაციებს. და როცა ჩვენ აი ამ ყველაფერს ფლობთ ამაზე ინფორმაციას, შეგვიძლია ვაკეთოთ არჩევანი. თუ ჩვენ ამ ქვენებას განახორციელებთ, ჩვენ ასე უნდა გვესმოდეს ის, რომ შეიძლება ჩვენზე გავცელოს კანონმდებლობის გარკვეული რეგულაციები, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მოქალაქეს ზოგიერთ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია არ გააჩნია და მან არც კი იცის, რომ ესეთი არჩევანი განახორციელოს და ფიქრობს, რომ ეს მარტივი გარკვეული გარემოება, რომელზეც არაფერი რეაგირება არ განხორციელდება, მაგრამ მე ფაქტიც შედგება. მაინტერესებს აი არასრულწლოვნები 13-14 წლის ბავშვები თუ ისჯებიან კანონით ან თუ არის რაიმე რეგულაცია რაც მათ შეაჩერებს, იმიტომ რომ მე მსმენია ასეთი რამ, რომ არსებობდა გარკვეული დაჯგუფება, ეხლა თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მე ყურმოკლით ვიცი ბავშვებისა, რომლებსაც რომელთა მიმართაც ვერ გამოიყენებოდა აღკვეთი ღონისძიება და ეს ბავშვები რაღაც გარკვეულ მაღაზიებს გურდავდნენ, გარკვეულ სილამაზის სალონებს გურდავდნენ და მახსოვს რომ ერთ-ერთი სალონი იყო ჩემი ახლობლის და ვერ მოხდა მათი დაკავება. დღემდე ესეა რომ ბავშვმა რომელმაც იცის რომ არის 14 წლის, თუ ის მოხდა რაღაც გარკვეულ საზოგადოებაში, ეს შეიძლება ვიღაცა სრულწლოვანმა ძალიან ცუდად გამოიყენოს, ვფიქრობ. საზოგადოებაში ძალიან ფართოდ არის ცნობილი მსგავსი მაგალითები, ამაზე ყოფილა არაერთი სიუჟეტი, არაერთი გადაცემა, სადაც ჩანს რომ 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი პირები განზრახ დანაშაულს ახორციელებენ, მათ შორის არის მაღაზიების კატეგორია და სხვა ასევე დანაშაულები ფენები და ესეთი ნიუანსია რომ კანონში არის მოცემული გარკვეული რეგულაცია. ზოგადად რომ 14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლებრივად არ ისჯებიან, მაგრამ ეს საკითხები უკვე ნელა იცვლება, უკვე შეიცვალა გარკვეული მათი ნაწილი და უკვე აი ესეთი კატეგორიის პირებს, რომელსაც უკვე დანაშაულები უფიქსირდებათ არაერთი და ასევე
განსახთა დანაშაულებზე საუბარი, მათზე გარკვეული სამართლებრივი რეგულაცია უკვე გავრცელდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოფილა შემთხვევები და მართალები ზანდებით ამ ინფორმაციაში, რომ ზოგიერთი სრულწლოვანი ადამიანი განზრახ ახდენდა 14 წელს მიაღწეველი პირების დანაშაულში გამოყენებას, იმიტომ რომ იცოდა, რომ ამ პირებს კანონმდებლობა არ შეეხებოდა და ის კიდევ მარტივად გამოძრებოდა ამ სიტუაციიდან. ამიტომ ეს თემატიკაც უკვე სამართლებრივი მოწესრიგების ქვეშ აღმოჩნდა და ეს საკითხიც უკვე წესრიგდება და უკვე ახლოს პერიოდში შეგვიძლია თქვა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ეს დანაშაულის ნაირსახეობაც, იმიტომ რომ როცა უკვე 14 წელს მიაღწეულ პირს გაუშვება იმის განცდა, რომ ის ამის გამო დაისჯება, მის იქნება უკვე თამამი ვერ იქნება და პლუს აქაც ასევე შემიძლია გითხრათ, ასევე ფსიქოლოგები ბრძანდებით და ეს საკმაოდ საინტერესო საკითხი არის. ის პირები 14 წელს მიაღწეველი ბავშვები ამ შემთხვევაში არასოდეს მოზარდები, ხო? ვის დანაშაულს განზრახ ახორციელებენ, საკმაოდ საინტერესო ნიუანსია, რომ ეს პირები კარგად განვითარებულები არიან კონდებრიულად. მათ განვითარება ისეთი კარგი აქვთ, ესე იგი, რომ მესმით თუ რა არის სამართლებრივი რეგულაცია, როდის დაისჯებიან, როდის არ დაისჯებიან, რა არის მაგათი უფლება. ამიტომ შეგვიძლია თქვა, რომ ეს არასოწონები არ გამოირჩევიან რაღაც პრობლემური ფსიქოლოგიური რაღაც ნაკლონებებით. არა, პირიქით, საკმაოდ განვითარებულები არიან, მსოფლმხედველობითი შინაარსი კარგად გააზრებულიც გააჩნიათ მათ თვითმართველებს და ეს დანაშაული მათ მიერ განზრახ ხორციელდება. და ეს არჩევანი აქვს სამწუხაროდ გაკეთებული ცხოვრებაში. იცით არის ძალიან მიჩვევადი ეს საკითხი, როცა შენ შეგიძლია ძალიან მარტივად მაგალითად ის საკუთრება მოიპოვო, რომელიც შენ გინდა და ასევე როცა იცი რომ შენზე პასუხისმგებლობის საკითხები არ ვრცელდება და შენ ვერ დაგსჯიან და როცა ამ დანაშაულზე თქვა თქვენ მოგაუსინჯა უკვე არასოწლოვან მას ჯერ ფსიქოლოგიური რეფორმირება სულიერ გააჩნია, მე ძალიან რთული ამას ესე შეეშვა და თქვა ამაზე უარი. ნუ ისევ და ისევ ღირებულებებთან მივდივართ, რომელიც უნდა ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს სკოლაში, ოჯახში. აი, იცით რა მაინტერესებს გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც დედა და მამა შორდებიან, ხო? და რაღაცა ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ არიან. მე ვიცი, რომ არსებობს რაღაცა იძულება, რომ მშობლებმა ფსიქოლოგთან უნდა იარონ. აი, თუ არსებობს მსგავსი, აი მაგალითად არასრულწლოვანებთან მიმართებაში, რომ გარკვეული ღირებულებების მქონე ჯგუფების მშობლებმა, აი რაღაცა უნდა ამ ფსიქოლოგთან იარონ, ან თუ არსებობს რაიმე გაცნობითი სახის კურსები მსგავსი, მე მაგალითად მივესალმებოდი, მაგრამ იქნება არსებობს და არ ვარ ინფორმირებული. რო ვთქვათ, რომ ეს რაღაც მასშტაბური ინფორმით შეიძლება იყოს განხორციელება და ამას ასევე ვხვდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად სასამართლომ დაავალოს ადამიანს გარკვეული ვალდებულების შესრულება, როცა მას პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ როცა არის საუბარი განხორციელებულ წყვილზე და მათ არაფერი სამართლებრივი პრობლემა და რეგულაციის დარღვევა არ განახორციელებიათ, მათ რომ დაავალდებულოს ვიღაცამ პირდაპირ იცი, რა თქმა უნდა, ეს სიტუაციაში ხარ მოდი ესე მოიქეცი, ეს არ არის ასე პრაქტიკაში ესე მარტივად რეალიზება. როგორ ფიქრობთ თქვენ? აი, გასაგებია რომ ჩვენ ახლა მსჯელობთ და ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერი ქმედება თავიდან იყო ჩანაფიქრი, ხო? აი, როგორ ფიქრობთ თქვენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ან რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები შანსი იყოს იმისა, რომ მათი შვილი დანაშაულს ჩაიდენს? როცა ჩვენ ვიკრიბებთ დანაშაულის პრაქტიკას და ასევე დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს სასწავლო მიმართებაშიც, ჩანს პირველ რიგში რა პრობლემური ურთიერთობა მშობელთან. და აქ მარტო სიტყვის საუბარზე არ არის გაკეთებული აქცენტი, ესეთი პირობა ჩვენ ანუ მარტო კომუნიკაციით შედეგზე ვერ გავალთ. ჩვენი ქცევა, ჩვენი მაგალითი, იმიტომ რომ არასოწლოვანისთვის მშობელი არის მიბაძვის ობიექტი. ის მის ქცევებს იღებს თავის თავზე. ის მისთვის გმირია, ის მისთვის ესე კულტია ამ პოზიტიური მოცემულობის. ამიტომ როცა უკვე მშობელი თვითონაც ასოციალური ქცევით გამოირჩევა და როცა ეს ხდება მაგალითად ამ შემთხვევაში ბავშვების წინაშე, უკვე არაპირდაპირ ზემოქმედებით და საკითხი ვრცელდება მათზეც და ეს პრობლემა ვლინდება. აი მაგალითად ესეც საკითხი ავიღოთ. თუ მაგალითად მშობელი დანაშაული მოქმედებას უყურებს, როგორც ძალიან მარტივი ჩვეულებრივი მოვლენა, ხო? და ამაზე ბავშვი არასოწლოვანი ახდენს ყოთების მიქცევას, ასევე ჩანს, რომ მშობლის ქცევა, რომელიც მისთვის სამაგალითოა, ანტისოციალურია, მაშინ თან შეიძლება იგივენაირად მოიქცეს. და ამის მაგალითები არსებობს, იმიტომ რომ რატომაც არა დედაჩი მამაჩემ ესე იქცევა და პრობლემა არ სახეზე. ანუ ჩვენ მარტო საუბარი არა, ჩვენი ქცევაც იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ შვილს მაგალითი ვანახოთ. აი, თქვენ ეცოდინებთ ასე ექსპერიმენტები ხორციელდება რეალობაში, მაგალითად პირველ მერვე კლასელ ბავშვებს დაავალეს მარტივი დავალება მიეცა ამ ბავშვებს, ამ ჯგუფებს, რომ დაეწერათ თუ ასევე დაეხატათ მაგალითად სასწავლო სუფრა დაფაზე. ბავშვები გამოვიდნენ პირველ მერვე კლასის ბავშვებზე საუბარი
დახატეს ესე იგი სუფრები მაგალითად ესე იგი შეიძლება იყოს თავის უნარები გამომდინარე და საინტერესო საკითხი ამ ჯგუფთან მუშაობის დროს გამოვიდა რომ მათი უმეტესობა ხატავდა ასევე რას ალკოჰოლს სიგარეტს და ასევე სხვა პრობლემურ ელემენტებს როცა ამ ბავშვს გააზრებულიც კი არ აქვს მათი არს და გამოყენების თავისებურება მაგრამ უკვე ხედავს იმას რომ ნახამშობილი ესე იქცევა ახანჩებაში მოსაკითხი მისაღებია და ხო პოზიტიური მოცემულობა და ასევე ასოცირდება რაღაც სადასაცალო სუფრასთან პოზიტიური რაღაც მოცემულობასთან ავტომატურად ამიტომ ჩვენი ქცევები ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ორიენტირებული იმაზე რომ არ მარტო ჩვენი საუბარი ჩვენი ქცევით ასევე დავანახოთ ჩვენ შვილებს რომ რა არის პოზიტიური და რა ასევე ნეგატიური თითეული ფრაზა. მე მახსოვს ესეთი შემთხვევა მქონდა, როდესაც მოზარდი, 18 წლის მოზარდს ჰქონდა რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა და მშობლებთან ერთად მოვიდა სესიაზე და ძალიან დიდი პროტესტი ჰქონდა ზოგადად ფსიქოლოგთან სიარულის და ფსიქოლოგთან მისვლის. და მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ერთი შეხედვით იმისთვის რომ ბავშვი მისულიყო ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ მას ძალიან ჭირდებოდა მის ემოციურ მდგომარეობას, ძალიან ჭირდებოდა ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპია. აღმოჩნდა, რომ ოდეს რაღაც, როდესაც მამას ჭირდებოდა ფსიქოთერაპია გარკვეული სტრესის შემდეგ, მამა არაფრით არ მიდიოდა ფსიქოლოგთან და ბავშვი მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა უბრალოდ ესმოდა, რომ მამა იძახდა, რომ მე გიჟი კი არა ვარ, რა მინდა ფსიქოლოგთან, ჩემ თავს მე უნდა მოვერიო. და მე როდესაც ბავშვს დაუდგა იგივე საკითხი და ძალიან უკვე ბავშვი თვით დაზიანებებით იყო წარმოდგენილი. ბავშვი იმეორებდა იგივე ფრაზას, რომ მე ჩემ თავს ჩემით უნდა მოვერიო. და ეხლა უკვე გააზრებულ მდგომარეობაში, როდესაც მამა მას უხსნიდა, რომ ეს ასე არ არის, ეს უკვე იყო შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს ღირებულება, ეს პატერნი, ეს ქცევა, ეს ქცევის წესი უკვე იყო ფაქტიურად აღზრდის ფუნდამენტში ჩადებული და ძალიან რთული იყო უკვე ამ ბავშვთან საუბარი. აი ძალიან ხშირად არის, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება ოჯახში, რაც თქვენ აღნიშნეთ. შემიძლია ასევე დავამატო, რომ როცა არის საუბარი სამართალდამცავ სამსახურებზე, საკმაოდ საინტერესო რომ არის ასევე შემოღებული სპეციალური სწავლებაც, რომელიც ხორციელდება ამ სისტემაში თანამშრომლების მიმართებით, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ბავშვებთან არასოციალურ ინტერესზე ამ სიტუაციაში არასოციალურ კომუნიკაციის დროს შენ თუ ის უნარი ვერ გაგაჩინე, რომ ეს იგი ბავშვს სწორად მიუდგე და მისგან ინფორმაცია მიიღო, რაღაც საკითხები განახორციელო და ეს ყველაფერი ანუ ეთქვათ გახსნა ბავშვი კომუნიკაციაში, ძალიან რთული დანაშაულის გამოძიებაც კი იგივე არასრულწლოვანთა მიმართებით სპეციალურ გადამზადებას გადიანეს იგი მოსამართლეებიც, ასე პოლიციის სამსახურის წარმომადგენლებიც, რატომ ეს იყოს ეფექტური, იმიტომ რომ აქ მარტივი ხისტი მიდგომა არ მუშაობს, კომუნიკაციის თავისებურება ასევე ჭირდება ამ სიტუაციებს, რომ მეტი ნდობა იყოს, მეტი ურთიერთდამოკიდებული იყოს პოზიტიო, მაგალითად იგივე სპეციალურ თანხების კეწყო ფსიქოლოგების დახმარებით, რომ როცა მაგალითად არასრულწლოვან და დანაშაულის გამო რაღაც სივრცეში ხდება, მან იქ თავი იგრძნოს რაღაც კომფორტულ გარემოში და იყოს მარტივი მის ფსიქყოფნა და ეს სტრესი მას მოიხსნა, შეუმცირდეს და იყოს კომუნიკაბელური ამ ურთიერთობების დროს. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება განსაკუთრებით არასრულწლოვან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ის პირთა ჯგუფი, რომელსაც ჯერბოლო ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფორმირებული არ გააჩნია, მათთან მუშაობაც ასევე ძალიან რთული ამ მხრივ. ერთი საინტერესო კითხვა მინდა დაგისვათ. როდესაც არასრულწლოვანი ხდება გისოსებს მიღმა. გამოდის იქიდან გამოსწორებული? ან რამდენი პროცენტია, ვინც რეალურ გადაფასებას აკეთებს და თუ ეხმარება იქ, გარდა ზოგადად სიტუაციის და ცხოვრებისა, ვინმე თუ ეხმარება ამ ყველაფრის გადაფასებაში? როცა არის საუბარი არასრულწლოვანის პატიმრობაზე, ჩვენ ესეც რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრაქტიკული რეალობაა. ეს არის ყველაზე უკიდურესი ფორმა არასრულწლოვანი ურთიერთობის, იმიტომ რომ თუ ჩანს, რომ ეს არის რაღაც გარკვეული დანაშაული ქმედება, მაგრამ რომელიც არ არის ძალიან მძიმე შედეგის გამოწვევი, როგორც წესი სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ, რომ ამ არასრულწლოვანს დანაშაულებრივი ქმედების გამო პატიმრობა არ შეეხოს. პატიმრობა გამოყენება უკვე ისეთ შემთხვევებში, როცა უკვე სხვა გზა მისი ერთგვარი სოციალიზაციის თუ მისი სოფხედლობაში არ შეცვლის თუ ასევე მისი გამოსწორების უკვე არ არის სახეზე და ეს არის ერთგვარი იმის პირობა, რომ ადამიანი პრობლემურ სოციუმში ჩამოაშორო და მე მასთან იმუშავის, რომ მისცეს საშუალება გადაიაზროს გარკვეული საკითხები და მას მიეცეს შანსი, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს, როგორც ჩანს არის საზოგადოების ნაწილი. ესე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლება ამ საჯელმა ესე მარტივად და კარგად ეფექტურად იმუშაოს, მაგრამ თუ კიდურესი ზომა არ არის ხოლმე სახეზე, სახელმწიფო სამსახურები ამ თემატიკას არ ახორციელებენ, ანუ ადამიანს არასრულწლოვანს პატიმრობაში არ აქცევენ. თუ ამის განსაკუთრებით გარდაუვალი სიტუაციის სახეზე არ იქნება.
მაგრამ ეს უკვე შეგვეყოს ერთგვარი იმის უკანასკნელი ფორმა, თუ როგორ შეიძლება ამ ადამიანმა გარკვეულ საკითხებზე დანაშაულ თემატიკებზე ხელი აიღოს. არის კიდევ გარკვეული ესეთი არასწორი რწმუნებულება საზოგადოებაში გავრცელებული, რომ ქალებს და გოგოებს ნაკლებად შეიძლება შეეხოთ კანონი. აი, ზოგადად ხო შეჩვეული ვართ განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებაში, რომ რო ხარ გოგო, უნდა დაგითმონ, უნდა გაგატარონ, ხო? შენი შეიძლება ვიღაცას არ მოუთბინონ ან სერიოზულად აღიქვან, მაგრამ შენ შეიძლება ასე ვთქვათ, მარტივად რაღაც ისეთი თქვა, ან ჩაიდინო, რაც არ იქნება ყურადსაღები. ესეც ვფიქრობ, რაღაცა თავისებურება არის საზოგადოების, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს და მე დაკვირვებული ვარ, რომ ხშირად სწორედ ქალბატონები და გოგონები, რომლებიც ხდებიან გისოსებს მიღმა, რაღაც ასეთ დამოკიდებულებას ელიან. და აქვთ ილუზია იმისა, რომ კანონი იქნება განსხვავებული მათთან, მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან ქალბატონები. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ყველას ეხება ერთნაირად. ამიტომ აქ განსხვავება იქნება ვერანაირი და სამწუხაროდ არის ასევე ზოგიერთი დანაშაული ქმედებებიც, როცა აი ამ გარკვეულ სტერეოტიპულ საკითხებს დანაშაული პიროვნება იყენებს და თulis რომ აი მოდი გოგონას რაღაც თავში რაღაც საკითხი დავავალოთ, მოდი რაღაც გავაკეთებინათ, იმიტომ რომ მასზე ჭვინაკლებად იქნება ეს ყოდებას არ გამოავლენს, ეს არ იქნება პრობლემური ნაკლებად გამოჩნდება, ამიტომ ზოგიერთი დანაშაული ამ სტერეოტიპულში არ შეიძლება, მაგრამ კანონმდებლობის წინაშე ყველა არის თანასწორი, ამიტომ დღევანდელ დღეს კანონმდებლობა ყველაზე ვრცელდება ერთნაირად. როგორ შეიძლება მშობელმა რაღაც პრევენცია მოახდინოს წინასწარ რაღაცა ნიშნებით, რაღაც მარკერები რომ ვუთხრათ მიხვდეს, რომ მისი შვილი შეიძლება დანაშაულის მზადებაში იყოს მონაწილე. არსებობს რაიმე მარკერები, რითიც შეგვიძლია ამის ამოცნობა? ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს, ეს არის არასოციალიზმის ურთიერთობის წრე, სოციუმი თუ ვისთან გააჩნია მას კომუნიკაცია ყოველდღიურ რეალობაში. და თუ ჩანს, რომ ეს არის გარკვეული საეჭვო ქცევის პირთა ჯგუფი, არასოციალიზმის დაყოლიების საკითხი დანაშაულს ძალიან მაღალია. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, სკოლა თავის ფუნქციები აკისრია, ოჯახს თავის ფუნქციები აქვს, მიმართება შვილების მიმართებით, მაგრამ ასევე სოციუმი, ურთიერთობის წრე და ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვი არასოციალოვანი იყოს ჩანსარ გარემოში, თუ ის ჩანსარ გარემოში იქცევა თავის ურთიერთობის წრით, მის მიმართებაში რისკებიც მცირდება, დანაშაული ჩაიდინოს. თუმცა ნახეთ აი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლა მოზარდებზე და ერთ-ერთი პუნქტია, როდესაც მშობელი თავად უსაზღვრავს ვისთან იმეგობროს მან. და ნახეთ როგორი ის არის ზღვარი ძალიან ფრთხილად არის გასავლები. კი, აი ეს არის მთავარი სირთულე, რომ უშუალოდ აკრძალვანიც ესე არ მოიქცეს, არ შეიძლება ამასთან არის მეგობრო კომუნიკაცია არ იქონია, არ არის გამოსავალი, მაგრამ აი ესეთი ნელ-ნელა ტალღოვანი ეფექტის საფუძველზე რომ მოხდეს, მასეც მოქმედება რომ უფრო მას დავანახოთ ესე არასოციალურად თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი ამ ურთიერთობებში, და რა შეიძლება ასევე პრობლემური იყოს, ეს გარკვეული რისკების შემომცირებელი შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს საკითხი მარტო არასოციალურებში არ ვრცელდება, იგივეა სოციალურ თერაპევტებთან მიმართებაში, როცა ადამიანი რთულ სოციუმში და პრობლემურ გარემოში ხდება, მე რა სოციალურია მისი დაყოლიებაც გარკვეულ სოციალურ ქმედებაზე შეიძლება იყოს განხორციელებული ძალიან მარტივად. ამიტომ არასოციალურ შემთხვევაში ერთ-ერთი რისკების დამწევი პირობა ვთვლი რომ არის ის, რომ მისი სოციუმი, მისი ურთიერთობის წრე მინიმუმ იყოს ჩვენი დაკვირვების ქვეშ, რომ ეს პრობლემური რისკები შემომციროთ. იყო ესეთი ძალიან სერიოზული ექსპერიმენტი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე, როდესაც სოციუმის გავლენაზე ვსაუბრობთ. ეს არის სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც შეიყვანეს ოთახში და უთხრეს, რომ მარტივ ექსპერიმენტში მონაწილეობდა, ოღონდ ექსპერიმენტში რაში მდგომარეობდა არ აუხსნეს. ექსპერიმენტის თანახმად ეკრანზე ჩნდებოდა სხვადასხვა ზომის და ფორმის წრფეები და მას უნდა ამ წრფის შესატყვისი სურათი მოეძებნა მაგიდაზე, ეს ძალიან მარტივია. და რა თქმა უნდა, მან ყველა კითხვაზე სწორად გასცა პასუხი და მერე შეიყვანეს მეორე ოთახში, სადაც ისხდნენ სხვა ადამიანებიც, ექსპერიმენტში მონაწილეები, რომლებსაც ევალებოდათ მცდარი პასუხები გაეცათ დასმულ კითხვაზე. და აბსოლუტურად იგივე დავალების შესრულებისას მან პასუხების 40% შეცდომით გასცა.
მაშინ, როდესაც მის წინ სხვები მცდარ პასუხებს აჟღერებდნენ, წარმოიდგინეთ, რომ მისი ხედვაც აღმოჩნდა გამრუდებული მარტო იმის გამო, რომ მან მცდარი პასუხები მოისმინა და შეიტანა ეჭვი თავის ქმედებაში. ამიტომ სოციუმს აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა. და აი მშობელი ძალიან სერიოზული დილემის წინაშე დგას, რომ აი საზღვრები არ დაურღვიოს მოზარდს და თან როგორღაც აი ამ სოციუმს გამოაცალოს იგი. გავაგრძელებთ თქვენ სიტყვას. მარტო არასრულწლოვანი არა, იგივე სრულწლოვანი პირების მიმართებაში არსებობს გარკვეული პრობლემები, საკითხები, როცა სოციუმის გავლენა პირდაპირ იგრძნობა ადამიანზე. მარტივი მაგალითი. ხშირად ყოფილა პრაქტიკაში, რომ მაგალითად მოქალაქემ თავისი სამოქალაქო ვალდებულება შეასრულა. რაღაც პრობლემური სიტუაცია დაინახა, დანაშაულს შეესრულა, ამაზე მოახდინა რეაგირება. კერძოდ, მოახდინა რა, ეს ინფორმაცია გააზიარა სახელმწიფო სამსახურებში და მოითხოვა მასში ჩართულობა. მარტივი მაგალითი, იგივე ოჯახური ძალადობის შემთხვევებში. ყოფილა ესეთი მაგალითები და სამწუხაროდ არაერთი, როცა მოქალაქემ გაიგო ეს ხმაური ესმის, გაიგო ეს ინფორმაცია, რაღაც პრობლემური საკითხი ხდება, ძალადობა, რაღაც საფრთხეებია. ეს ინფორმაცია დააფიქსირა მაგალითად 112-ში, ეს ინფორმაცია გაავრცელა მან და რა მიზანი რა იყო? ის ხედავს, რომ რაღაც რისკები არსებობს, დანაშაულის რაღაც რისკებია სახეზე. ამაში მე ჩართულა სახელმწიფო უწყება და მე შემდგომში აი ეს კონფლიქტში მყოფი პირთა ჯგუფი დაპირისპირებია მოქალაქეს. რა შენი საქმე იყო, რატო ერეოდი, ეს ჩვენი საკითხია, ამაში ნუ ვერთვები, ჩვენ ყოფილს თავით ჩვენით მოვაგვარებთ, ეს შენი საქმე არის. ანუ ხშირია ჩვენს რეალობაში, როცა მოქალაქე ერთის მხრივ თავის ვალდებულებებს ასრულებს, რაც მას ევალება სახელმწიფოში, როგორც სოციუმის ნაწილს, სოციუმში გაწერილი მოცემულობა, მაგრამ დამახინჯებული იგივე სტერეოტიპური საკითხების გამო გაკიცხვის ობიექტი ხდება საზოგადოებისგან. და ესეთი მაგალითები არსებობს მრავალნაირი. კიდევ სხვა მაგალითი, აი მაგალითად ესეთი სიტუაცია რო ავიღოთ, აი პეკის საათი ავიღოთ ავტომობილებით მოძრაობის დროს, მოქალაქე რომელიც მაგალითად მოძრაობს აბსოლუტურ წესების დაცვით. იცავს წესებს, კანონში გაწერილია ეს ყველაფერი, ეს ამას ახორციელებს, ეს მასის ვალდებულება, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა პირების გაკიცხვის ობიექტი. დროზე იმოძრავე, ვაფერხებ, გადაიწიე, ჩემი გზანო, ესე გამოდის რა, რომ რაღაც შემთხვევებში მოქალაქე ვალდებულებებს ასრულებს სწორად, კანონმორჩილია, მაგრამ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპური საკითხების გამო მასზე ზემოქმედება არის ნეგატიური და შეფასება მისი ასევე არის ნეგატიური. კი, მახსოვს ჩემი ნათესავი, რომელიც ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაც ისეთი მარტივი ამბავი გამიზიარა, რომ ყვავილები, რომელიც გადაკიდულია აივნიდან ქუჩაში, ამ ყვავილებს ურიგებს სახელმწიფო. და როდესაც სახელმწიფომ დაურიგა ეს ყვავილები, როდესაც ეს ყვავილები გახმა, ის დააჯარიმეს. და მე გამიკვირდა, საიდან ანუ არსებობს სამსახური, რომელიც ყვავილებს ამოწმებს. მან თქვა, რომ ჩემო მეზობელმა დარეკა. და უთხრა, რომ მე ყვავილები გავახმე. თავიდან მეც ესე ქართულად გამიკვირდა, რომ როგორ მეზობელმა დარეკა და გიჩივლა, რომ ყვავილები გაახმე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა დროს მეცოდინება, რომ ეს ქუჩა და ეს ქვეყანა ჩემია და მას ყველამ ერთად უნდა მივხედო და თუ მე მავიწყდება, რომ ეს ქუჩა შედგება, ასე ვთქვათ, ჩემი ყვავილებისგანაც და მისი სილამაზე ჩემი პასუხისგებლობა, მეზობელმა ეს უნდა განახორციელოს, მას მე რაც გადავიხადე ჯარიმე, ყვავილები აღარასოდეს არ გამიხმია. ერთი მხრიდან ეს შესაძლებელია ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ რაღაცა საზოგადოება, გვინდა ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უნდა რაღაც გარკვეულ წესებზე შევთანხმდეთ და უნდა შევძლოთ, რომ ეს პასუხისმგებლობები ავიღოთ, იმიტომ რომ ამ მუდმივ ლოიალურობაში ერთმანეთთან გამოვა, რომ მხოლოდ ერთმანეთთან გამოვალთ, ასე ვთქვათ, კარგი გოგოები და კარგი ბიჭები, რაც სხვათა საქართველოში საკმაოდ ისეთი გავრცელებული კომპლექსია. კი ბატონო, თუ სამართლებრივ ვიკითხოთ ამში ასევე შევხედავთ, ნახავთ იმას, რომ რაც არ უნდა ეფექტური იყოს სახელმწიფო და სახელმწიფო სამსახურები ნებისმიერ სფეროში, თუ საზოგადოება ამ საკითხების განხორციელებაში თავისი მოცემულობით არ დაეხმარა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ასევე სამსახურებს, მარტო სახელმწიფო სამსახურები ამას ვერ შეძლებენ. ამიტომ საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მსგავსი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია. შევაჯამოთ ამირან ჩვენი გადაცემა და ჩვენი გადაცემის დასასრულს რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ვფიქრობ, უფრო დავაფიქრეთ იმაზე, რომ გარკვეული ქცევა, რომელიც შეიძლება რომანტიზირებულად რაღაცა ლამაზი და კარგი გვეგონოს, შეიძლება იყოს პირდაპირ გზა ისოსებს მიღმა მოხვედრეს. ჩემი ერთგვარი მარტივი რჩევა იქნება, რომ მართალია ჩვენ ძალიან ბევრი გარემოება გარშემო, რომელიც ჩვენ გვაფერხებს, ჩვენ დროს ითხოვს, მაგრამ მარტივი მათემატიკური ფორმულაა. თუ მოქალაქე
თავის ელემენტარული უფლებების და ასევე ვალდებულების საკითხებს მცირე დროს დაუთმობს, ეს მცირე დრო არაფერია იმასთან მიმართებით შეიძლება ასე ამას მოყვეს თუ მოქალაქე გარკვეულ სიტუაციაში მოხდება და ეს ინფორმაცია მას არ ეწოდება. ამიტომ ის ელემენტარული საკითხები, რომელიც ჩვენ როგორც საზოგადოების წევრებს გვჭირდება ყოფით რეალობაში, აუცილებელი რომ გავიგოთ ეს ინფორმაცია, მივიღოთ ეს ინფორმაცია, თუ რაღაც არ ვიცით ეს საკითხი ვიკითხოთ, სწორად ეს ინფორმაცია მივიღოთ და გავიაზროთ. იმიტომ რომ ეს ფუნდამენტი და თუ საზოგადოება ერთმანეთს უფრთხილდება, საზოგადოების წევრები ყველა ითვალისწინებენ თავის პასუხისმგებლობას, ნებისმიერ სირთულე არის დაძლევადი. ამის გარეშე ნებისმიერ სფეროში, იგივე სამართლებრივ სფეროში, რაღაც შედეგებზე რო გავიდეთ, საზოგადოების შეთანხმების გარეშე ეს საკითხი პრაქტიკულად ძალიან რთული იქნება. კი, და მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ბიძგი მათთვის, ვისაც შეუძლია ამის განხორციელება, რომ იყოს მეტი ინფორმაცია, იყოს მსგავსი ტიპის აუდიო და ვიდეო გადაცემები, რომ საზოგადოება და მოზარდები, მათი მშობლები იყვნენ ინფორმირებულები კანონის შესახებ და ეს ვფიქრობ, იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ამაზე ვმახვილებ ყურადღებას. თქვენ ხართ იურისტები, მაგრამ თქვენ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ის არის ის, რომ თქვენ გარშემო თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უწყვილებს გაუზიარეთ ინფორმაცია, გაუწიეთ კონსულტაცია, გაავრცელეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ იურისტები, მაგრამ თქვენი ვალდებულება რომ საზოგადოებრივ რეალობაში ეს ინფორმაცია დამატებით გაავრცელოთ და არა მარტო გამოიყენოთ. და ეს ცეკვარი ეფექტია, ჯაჭვური რეაქცია, როცა მოქალაქეები ერთმანეთს სწორ ინფორმაციას სწორ პერიოდში, სწორ მოცემულობაში უზიარებენ და არიან ინფორმირებულები. ეს არის დიდი ფუნდამენტი შემდგომში ნებისმიერი მიღწევისთვის. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ჩვენი დღევანდელი პოდკასტი ჩვენი მშობლებისათვის. მე კი მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმისათვის, რომ არ გამოგჩეთ და პირველებმა შეიტყოთ ჩვენი სიახლეები. ჩვენი გადაცემის სპონსორია ფსიქოლოგოსი და კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio და ჩვენი მხარდამჭერია მაღაზიათა ქსელი ჭიტა. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.